დღევანდელი ჩვენი ვლოგის სასაუბრო თემა იქნება მარწყვის ფოთლიდან კვება. თუ რა მნიშვნელობა აქვს მარწყვის ფოთლიდან კვებას, რატომ არის ის უფრო მიმღებლობითი ვიდრე ფესვოვანი კვება და რატომ არ შეიძლება ძირითადი საკვები ორგანოდან ფესვიდან ფოთლოვანი კვების, ესე იგი, ფოთლოვანი კვებით ჩანაცვლება. მანამ სანამ დავიწყებ ამ საინტერესო ვლოგზე საუბარს, აუცილებლად კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და აყენოთ ზარისღილაკი, იმიტომ რომ ეს ჩვენ გვაძლევს мотивაციას, ხოლო მრავალ ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ მიიღოს ინფორმაცია. ესე იგი, მარწყვის ფოთლოვანი კვება. მარწყვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ მარწყმა მიიღოს კვება ფოთლიდან. აი, მაგალითად, ჩვენს, ესე იგი, ეხლა ფოთლებსაც რომ დავაკვირდეთ, ნახეთ, ისეთი ბუნებრივი ხასხასა ფერი აქვს, რომ მას არც ზევიდან, არც ქვევიდან არანაირი პრობლემა არ გააჩნია, არც მიკროელემენტების ნაკლებობა აქვს, არც ქლოროზი აქვს, თქვა რკინის ნაკლებობა რო ქონდეს, ან რომელიმე სხვა მიკროელემენტის, ან მაკროელემენტის, ან მეზოელემენტის და ყველაფერი მიმდინარეობს სწორად. მაგრამ ეს არის სწორი და გრაფიკული მუშაობის შედეგი. სანამ პრეპარატებზე გადავალ სასაუბროს, მანამ გეტყვით. ფოთლოვანი კვება, მე ვახსენე, რომ უფრო მიმღებლობითია მეთქი და დიახ, ეს ასე არის და ეს ჩვენს დავამტკიცეთ და მრავალი ცდის შედეგად, ესე რომ ვთქვა და ასევე სხვა, ასევე ძალიან გამოცდილი უცხოელი აგრონომებისგანაც მომისმენია ეს ყველაფერი. რატო? იმიტომ რომ როდესაც მიმდინარეობს, ესე იგი, წყალში ხსნადი სასუქებით კვება ჩვენი მარწყვის და დიახ, ესე ხდება ეს ყოველთვის და მით უმეტეს მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ფესვოვანი გამოკვებით, იცით რომ ნებისმიერ სასუქს, ეს იქნება უხარისხო სასუქი, ეს იქნება ხარისხიანი სასუქი, ეს იქნება იაფი ხარისხი, ეს სასუქი თუ ძვირი სასუქი, მას ყოველთვის მოყვება მარილები. ანუ ძალიან დიდი საფრთხეა, ძალიან დიდი საფრთხე რა, აუცილებლად მოხდება რაღაც დროს, რაღაცა პროცენტით კვების დროს ჩვენი გრუნტის იქნება მცირე სიღრმეზე, მაგალითად სუბსტრატის დამარილიანება, ხოლო დამარილიანებული გრუნტი წლიდან წლამდე უკვე გამოუსადეგარი ხდება. შესაბამისად, გადამწყვეტ მნიშვნელობას იღებს ფოთლოვანი კვება. არა, ისე არ გაიგოთ ეს ყველაფერი თითქოს ავდგებით და მაგალითად ჩავანაცვლებთ ფესვოვან კვებას, აი მაგალითად ავდგებით და აი ამ ფესვოვან კვებას ჩავანაცვლებთ მხოლოდ ფოთლოვანი კვები და ყველაფერი კარგად გამოვა. ეგრე არ უნდა გაიგოთ, იმიტომ რომ წარმოუდგენელი არის რომ ესე მოხდეს, იმიტომ რომ ადამიანისთვის როგორც მაგალითად ძირითადი საკვები ორგანო არის პირი, აი ესე არის ფესვი, ესე იგი ჩვენი ნერგისთვის და მხოლოდ ფოთლიდან კვება გამოვა, რომ არასრულფოსოვანი კვება მიმდინარეობს და მარწყვის ნერგი იქნება მშიერი. მაგრამ ფოთლოვანი კვების დროს მარწყვის ნერგი არის მიმღებლობითი. ანუ დამარილიანების რისკი არ არსებობს. რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს გადაცდენა. ესე იგი, კვების პრეპარატის, ანუ 50 მგ თუ არის მაგალითად 0%-იანი ხსნარი თუ უნდა დამზადდეს, არ უნდა დავამზადოთ 3%-იანი ხსნარი, მაგრამ იმისი რისკი, რომ ეს დამარილიანდეს, ამისი ესე იგი ფაქტობრივი, თქვათ, მიზეზი არ არსებობს თუ რაღაცას ჩვენ არ მოვიმოქმედებთ, ესე რომ ვთქვათ. წავედით. ესე იგი, დღეს ვისაუბრებ ფოთლოვანი კვებისთვის აუცილებელ პრეპარატზე, იმას, რომელსაც ვიყენებთ ჩვენ. ეს იქნება ღია გრუნტში, ეს იქნება დახურულ გრუნტში, ეს იქნება ესე იგი მცირე სიღრმეზე სათბურში. სქემა ეს არის ჩვენი, რომელსაც ვიყენებთ. კიდევ ერთი, რომელიმე ხაზზე, რომელზედაც ვსაუბრობ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, არავის რეკლამას არ უკეთებ, ასეთი ხელშეკრულება ჩვენ არ გაგვაჩნია, უბრალოდ ვსაუბრობ იმ პრეპარატებზე, რომელსაც გამოვიყენებ, გამოცდილია და შედეგი აქვს ჩვენთან. მე ახლა დავალაგე პრეპარატების ზუსტად ისე, როგორც ვიწყებთ მის გამოკვებას, ეს არის როგორც კი ტემპერატურა გარდაწყდება ჰაერში +10 გრადუსიდან, ნუ სათბურებში, ეს ძირითადად დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სადაც შედარებით უფრო თბილა, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბითაც, სადაც ესე იგი სითბოს დაიჭერს, ეს იქნება სათბური თუ ასე შემდეგ, თაზე არ არის საუბარი, ცოტა თას მეტი დიდი ხანი დაჭერდება, მასზე გვაქვს საუბარი. პირველი, რასაც ვაკეთებ, ესე იგი, კვების დროს, ეს არის ვიწყებ შესხურებას, ესე იგი, ფოსფორის მეტობით. ნახეთ, ანუ ფოსფორის NPK, ნახეთ NPK სასუქი ამინომჟავებისა და მიკროელემენტების შემცველობით. ანუ მიკროელემენტებიც გვაქვს და პლუს არის NPK, კოდაფლო მაქსიმუმი 8, 11, 3. ანუ 8 გვაქვს აზოტი, 11 გვაქვს ფოსფორი და 3 გვაქვს კალიუმი.
ამ შემთხვევაში ენის გამორიცხვა შეიძლება, თუმცა ჰაერში როცა ტემპერატურა გარდაწყდება უკვე ენი გჭირდება, რა თქმა უნდა, თავიდან აზოტი ისე არ დაეტყობა, რა თქმა უნდა, ჩვენს ნერგებს, იმიტომ რომ ფოსფორი დაიწყებს მოქმედებას და ფოსფორის ნაკლებობა რო არ გქონდეს და რო არ გამოგვქდნენ ჩვენი ნერგები, აუცილებელი არის რომ ეს მიკროელემენტები ფესვიდან მოგცეთ, ხოლო მცირე რაოდენობით თავიდან კალიუმი ძალიან მნიშვნელოვანია, ესე იგი ფოთლიდან შესხურებით, იმიტომ რომ ნივთიერებათა ცვლა გააქტიურდეს. ეხლა გავიდა დრო. მივყვეთ ესე იგი გეგმის მიხედვით და აი მივდივართ, როდესაც ნერგი პატარა-პატარა, ესე იგი ბუტონებს აჩენს. ეხლა ეს არის ახალი სასუქი, წყალში ხსნადი სასუქი, უნიბროდ პლუსი, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ და მე მინდა ვთქვა, რომ მე არ ვიცნობ უბრალოდ, შეიძლება არის კიდევაც, მაგრამ ძირითადად ამას გამოიყენებენ უნიბროდს მოცვში, ანუ მრავალწლიან ხეხილებში, ასე შემდგომ და ასე შემდგომ, ნარგავებში და ასე შემდგომ, ხოლო მე გამოვიყენე ერთწლიანში, ანუ მათში გამოვიყენე და ალბათ ერთადერთი ვარ ჩვენ, ვინც ეს გამოიყენა, თუ გამოიყენა ვინმე და ხართ ასეთი გვიყურებთ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ. ეხლა რა აშვება უნიბროდი? ეს არის ფენოლოგიური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი რამ. ეხლა ადამიანურ ენაზე რო გადმოვთარგმნოთ ეს ყველაფერი მარტივად რო გითხრათ, ეს პრეპარატი უზრუნველყოფს ბუტონების ერთდროულად გახსნას, ანუ ერთ დროში გახსნას. იმიტომ რომ იცით რომ ჯიშების მიხედვით, ანუ ჯიშებსაც აქვს რა თქმა უნდა მნიშვნელობა, ჯიშების მიხედვით სხვადასხვა დროს ხდება გახსნა ყვავილების, ბუტონების და შესაბამისად მწიფობაც ჯერ ნაყოფში გადასვლა ესე იგი ბუტონის და შემდგომ მწიფობაც სხვადასხვა დროს მიმდინარეობს, ამიტომაც გვიხდება რომ მაგალითად თუ მთელი პლანტაცია არის დასაკრეფი ჩვეულებრივ შემთხვევაში მაგალითად იკრიფება 40 დღის განმავლობაში ან ერთ დღეში ვკრიფავთ თქვათ 200 კილოს ვკრიფავდით ადრე, უნიბროტის გამოყენების შემდგომ ჩვენ ველოდებით რომ მაგალითად 200 კილოს მაგივრად დავკრიფთ 240, ესე იგი 350, 400 კილოს, ანუ ორჯერ მეც, იმიტომ რომ ერთდროულად გაიხსნებიან და ესე რომ ვთქვათ მეგობრულ დამწიფებას, ერთდროულ დამწიფებას, უფრო ესე იგი სწორი ფორმულირებით რომ ვთქვათ, უზრუნველყოფს ეს პრეპარატი და მე ვფიქრობ რომ განსაკუთრებით დიდ ფართობებზე ეს არის ძალიან მოსახერხებელი, იმიტომ რომ ნაკლები დანახარჯი იქნება მუშახელის როდესაც შედის თანამშრომლები როდესაც შეყავთ და ასე შემდგომ და მეტიც მოიკრიფება. მოკლედ, წავედით, გამოვიდა ყვავილები, მივეცით უნიბროტი და შემდგომ მოვიდა ბორი. მეგობრებო. ეს არის ელემენტი, რომელიც აუცილებელი არის იმისათვის, რომ განსაკუთრებით ადრე გაზაფხულზე მოხდეს ყვავილის დამტვერვა. ეს არის პერიოდი განსაკუთრებით სათბურში, როდესაც არის დამტვერვის პრობლემები, როდესაც ესე იგი სასარგებლო მწერები არიან გაჩერებულები, ფუტკარს ფაქტიურად ძინავს და ვიღაცას ახლა ვიცით რომ ყველას თქვათ იქ ბამბლბი, ანუ სამეწარმეო ბაზი არ აყავს შეყვანილი დამტვერვისთვის და ასე შემდეგ. არა და დამტვერვის გარეშე წარმოუდგენელი არის რომ ხარისხიანი ნერგები უბრალოდ ნაყოფი მივიღოთ. ამიტომ ხედავთ კოდაკალ ბორო, რომელსაც მოვიყენებთ, ანუ კოდაკალ ეს არის ესე იგი კალცი, აღეთ კალციუმითა და ბორით. კალცი ეს არის პრეპარატი, კალციეს უნდა ვისაუბროთ, რომელიც ფაქტიურად ასრულებს როგორც ადამიანებში პურის როლს, ანუ შეუცვლელი ელემენტია. ჩვენ მივირთმევთ პურს ნებისმიერ საკვებთან თითქმის, აი ეს ასეთივე არის და მე ასევე ფიშკას მოგცემთ, რომ კალცი არის ელემენტი, რომლის გამოყენების გარეშე, აი თუნდაც ტრანსპორტაბელურ ესე იგი ნაყოფს ვერანაირი მის გარეშე ვერანაირად ვერ მიიღებთ. რა თქმა უნდა, ჯიშებსაც არის დამოკიდებული, მაგრამ ტრანსპორტაბელურობა გახსოვდეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არის კალცი და ასევე რა თქმა უნდა, სწორად გაწერილი საკვები, ესე იგი გეგმა. წავედით. ესე იგი კოდამინ 150 კომპლექსური სასუქი ამინომჟავების რკინის, მანგანუმისა და თუთიის გამოყენებით. ნუ, რკინა აი ხშირად გვინახავს რომ აი ხშირად წერენ რომ ჩემი ნერგი გაყვითლდა, განსაკუთრებით ყვითლდება როდესაც თოვლი მოვიდა, ანუ ნერგებს დაედო, ღია გრუნტზე არის საუბარი, ან თუნდაც დახურულ გრუნტში, როდესაც ესე იგი მორწყვა წავიდა და ასე შემდგომ და უცებ იცოლა ფერი, უფრო გაღიავდა და ასე შემდგომ. ეს არის პირველი ნიშანი, რომ ნერგის მთავარი პრობლემა არის მიკროელემენტების ნაკლებობა, ან სუბსტრატი ჩამოირეცხა, ან გრუნტი ჩამოირეცხა და შესაბამისად საჭიროებსო მიკროელემენტებით შეივსოს. ამ პრობლემის მოპოვება მარტივია, ოღონდ აუცილებელი არის, რომ თავის დროზე მოხდეს მისი კომპენსაცია და არავითარ შემთხვევაში ესე იგი არ წავიდეს ეს ესე იგი პრობლემა შორს. შესაბამისად, როგორც კი ამ პრეპარატს გამოვიყენებთ, ეს იქნება შესხურებით, ამაზე არის საუბარი.
აუცილებლად აღმოიფრება ეს პრობლემაც. ხოლო თუთია და მანგანუმი კიდევ აუცილებელი არის ნერგის სწორი ფუნქციონირებისთვის. რომელიმე ელემენტის დაკლება ეგრევე გამოიწვევს პრობლემას, მეგობრებო. გამოიწვევს და აუცილებლად გაგზნობინებთ ნერგის ხარისხში და სიცოცხლის უნარიანობაში. წავედით. უკვე გადავედით ნაყოფის ფაზაში, წარმოვიდგინეთ ნაყოფის ფაზაში, ეხლა როგორ ჩვენი ნერგები ყოფებიან და ეს არის ახალი პრეპარატი, რომელიც შარშან ესე შემოდგომაზე დავიწყეთ გამოყენება და კამედი ქვია მას და თავისუფალი ამინომჟავების გამოყენება კალიუმის ოქსიდი. ანუ წყალში ხსნადი 25% გვაქვს აი აქ და ასე შემდგომ. ესე იგი, კალიუმი ჭირდება ასევე ფოთლიდან შესხურებისთვის იმისათვის, რომ უკეთესად იქნას ათვისებული ეს ელემენტები და ნაყოფმა დაიწყოს, ესე იგი, უჯრედების დაყოფა კალიუმის საშუალებით და ესე იგი, მივიღოთ სასურველი ზომის სიტკბოს ნაყოფი. ამასთან ერთად მინდათ, რომ აი მე ბევრი შემცვლელი მაქვს, რაც შეიძლება ქონდეს ერთ და იგივე ნივთიერებები, მაგრამ აუცილებელი არის შემცვლელები, იმიტომ რომ ეს პრაქტიკამ გვანახა ჩვენ და შემდგომ გადმოვიდი ფრუტმაქსი. ნახეთ, ესე იგი ბიოლოგიური აქტიური სასუქი აზოტის, ბორისა და მოლიბდენის შემცველობით. მე განსაკუთრებით ყურადღება მინდა გაამახვილოთ მოლიბდენზე, იმიტომ რომ ჩვენ რაც კი გადავთვალეთ აქ ესე იგი პრეპარატები ასად მოლიბდენი არ მიხსენებია. მოლიბდენი ეს არის უებარი წამალი, ესე რომ ვთქვათ, განსაკუთრებით არასტაბილური პირობების დროს. რას ნიშნავს ეს? აი ჩვენ ვხედავთ, რომ აპრილის ბოლომდე გრძელდება სიცივეები. სადღაც თოვლი მოვიდა. უამრავი ნალექი გვაქვს შავი ზღვისპირეთში. შესაბამისად, ეს არის არახელსაყრელი პირობები ღია გრუნტისთვის და მით უმეტეს სათბურისთვის და უпростоრად მით უმეტეს ღია გრუნტისთვის და შეიძლება ითქვას სათბურისთვისაც. ამიტომ მოლიბდენი მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყვავილოვანი კულტურებისთვის, რომ შენარჩუნდეს ანტისტრესული პერიოდი, ანუ სტრესი როდესაც არის, უნდა გამოვიყენოთ ამინომჟავებთან ერთად მოლიბდენის შემცველი პრეპარატი. Fruit maxi, იმიტომ ქვია რომ fruit იცით რომ ინგლისურად ესე იგი არის ხილი, ხოლო maxi არის მაქსიმალური ზომა. ესე იგი პრეპარატი უზრუნველყოფს, როგორც გითხარით კამედის შემთხვევაში, პლუს ამას როდესაც დავამატეთ, რომ სასურველი ზომა მივიღოთ და ალბათ ხშირად გინახავთ რომ ესე იგი თუნდაც ჩვენთან, მაგათ იყო ესე იგი შარშანდაც და ასე შემდგომ, წელსაც ველოდებით რა თქმა უნდა, რომ 80, 100, 105, 120 გრამიანი ნაყოფიც კი აგვიღია და წარმოვიდგინეთ რამხელა შედეგია. შესაბამისად ძალიან კარგი არის რომ სასურველი ნაყოფის კალიბრის მისაღებად გამოვიყენოთ ეს პრეპარატები. და აი ერთსაც განახებთ Grogreen Pro Forte AA. ესე იგი, ეს არის მეგობრებო, მარტივად რო ვთქვათ, აი ნახეთ, საერთო აზოტი გვაქვს 8%, ხოლო უნდა შემდგომ გვაქვს ესე იგი პოლიოლები, ვიტამინების კომპლექსი, ორგანონივთიერებები, ორგანონახშირბადი და ასე შემდგომ. ესე იგი, მთლიანად მცენარეული ექსტრაქცია არის ეს ყველაფერი დამზადებული და განსაკუთრებით ყურადღება უნდა მივაქცევთ ამინომჟავების შემცველობას 58% და 8 გვაქვს. 58% და 8 ეს ნიშნავს მეგობრებო იმას, რომ როდესაც ეს ამინომჟავები მაგალითად რაში გვეხმარება, კიდე კარგად რო ახსნათ ამინომჟავები. მაგალითად მოვიდა ქარიშხალი. თქვათ სხვა კულტურებზეც რო ავიღოთ, არა მხოლოდ მარცვლზე, დააზიანა ვეგეტატიური მასა, დატეხა ფოთლები, ჩამოყარა ყვავილები. ანუ სტრესში ჩააგდო მცენარე და ფაქტურად დაღუპვის პირას მიიყვანა. იგივე თოვლი, იგივე გადაუღებელი წვიმები, ნალექები და ასე შემდგომ მუშაობთ ამინომჟავებით. ამინომჟავებს შეუძლიათ, ხარისხიან ამინომჟავებს შეუძლიათ, რომ გამოიყენოთ მცენარე მაქსიმალურად სტრესიდან და შესაბამისად მისი სიცოცხლის უნარიანობა აღადგინონ და გაახანგრძლივონ. ძალიან ესეთი ვფიქრობ საჭირო ვლოგი გამოგვივიდა, პირფასო მეგობრებო. არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ აი არ გავაკეთებ ამ ესე იგი ფოთლოვან კვებას და მე მივიღებ ესეთ შედეგს. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხარისხზე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ რა თქმა უნდა უხმოსავალზე, რომ ჩვენი პროდუქცია მიმზიდველი იყოს, შესაბამისად მიმზიდველი პროდუქცია ნიშნავს მეტ ფასს და მეტ შემოსავალს. ძალიან ხშირია პრობლემები, როდესაც ადამიანები მოგმართავენ და ძალიან ბევრი ელემენტები აკლიათ. ან არის პრობლემები, როდესაც გადაზედმეტება ხდება, ანუ არ უნდა მოხდეს, როგორც მე წინა ვლოგში ვისაუბრე, რომ ფუნგიციდების და ინსექტიციდების გამოყენება, ესე იგი ზედმეტი დოზებით, ეს არის ადამიანების, ესე იგი ადამიანისთვის ძალიან ცუდი. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გავაკეთოთ მომხმარებლისთვის.
აუცილებელი არის რომ გამოვიყენოთ თავის დროზე ეს პრეპარატები სრულად უნებლები არიან, იმიტომაც არიან ბაზარზე წარმოდგენილები და იმიტომაც არიან შეუცვლელი ელემენტები არა მხოლოდ ჩვენი კულტურისთვის, არამედ სხვა კულტურებისთვის, მაგრამ ჩვენი კულტურას ეს აუცილებლად სჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საკვებ ნივთიერებას მოითხოვს. ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ფოთლოვანი კვება უფრო მიმღებლობითია ფესვოვან კვებასთან შედარებით, ანუ როდის უნდა გავიმეოროთ ეს ყველაფერი ამასთან დაკავშირებით არ მithქოს ორი სიტყვა. მაგალითად, როდესაც NPK-ს ძირითადი კვება მიმდინარეობს ფესვიდან, 7 დღეში ერთხელ თუ ვაძლევს შუაში, ესე იგი შეგვიძლია რომ მივცეთ ფოთლოვანი კვება გრაფიკის მიხედვით. შემდგომ გავაკეთებთ ძირითად კვებას, კიდევ შეგვიძლია რომ თქვათ 2 დღის მერე მივცეთ ფოთლოვანი კვება. დამერწმუნდეთ, რამდენსაც ესე რომ თქვათ პატივს სცემთ თქვენს ნერგებს, ასევე უკან დაგიბრუნებენ ესე იგი ორმაგად. ამ თემაზე მინდოდა მესაუბრა, შევხვდებით მორიგი საინტერესო ბლოგებით.